მოგესალმებით ჩემო კარგებო. იმედია კარგად ხართ, იმედია უძლებთ ამ წარმოუდგენელ სიცხეს. ჩემთან არის წარმოუდგენელი სიცხე. მოდი დაგანახებთ პატარა ბიჭს, მოდი. პატარა ბიჭსაც ძალიან ცხელა ალბათ. შეხედე, კარგად შეხედე. კუც ვაგიძინება მეო, კუცა. აი ასე. დღეს ნახეთ როგორ ჩამეხუდა. ხო, კარგი. ძალიან მომეჩვია. მაგრამ მეშინია რომ სადღაც წავალ და სულ უნდა რომ მეჭიროს აი ამ სიცხეში ხელში და აი ესა. დღეს მანქანაში იმდენად იყო ჩემზე მოწეპებული და მე მაღაზიაში რომ აი სუსველები ვიყავით მეც და ესეც. დაენახე მაყურებლებს ბიჭო, დაენახე. ხვალ კი ვეღარ გადაგიღებ, დღეს მიყავთ. ნუ წესი დერიგით უნდა წაიყვანონ, რა ვიცი, შეიძლება გააგრძელონ კიდევაც, მე სულ არ მიჭერს ამის გაჩერება. პირიქით, ძალიან მომენატრება რომ წაიყვანენ. ჩემო პატარა დავივარცხნებ დედიკოს მოსვლისთვის. შეავტუხა ბიჭი. მოკლედ ვიყავით მაღაზია, ვიყავით გორში. შევედი იმაში რა ქვია, მაღაზია ზუმერში. ჩემ ტელეფონს არ მოერგო და იქვე იყო მეორე ტელეფონის აქსესუარების მაღაზია და შევიძინე ბლოგერის მიკროფონი. აი ასეთი ძალიან კარგი ხმა აქვს, მითხრეს, ორიგინალი არ არის, მაგრამ ძალიან კარგი ხმა აქვს. არ მისინჯია და უნდა ვცადო თქვენთან ერთად, თქვენთვის ჩავიწერ იმას. ვიდეოს. შემდგომ გორი მოლის შემდეგ გავეშურეთ გორგიაში, კი მეკუთვნის გორგიასგან ერთი კაი ფასდაკლება მაინც სხვა თუ არაფერი. და შევიძინეთ ძალიან ბევრი რამ. და ამ ძალიან ბევრი რამის შეძენისას ძალიან დიდი ეკონომია გამომივიდა. მე ხა უტელევიზორო ადამიანი ვარ და არ ვისმენ ამ რეკლამებს და თქვენ ალბათ გეცოდინებათ და ვინც არის იცოდეთ რომ 27 ივლისამდე, იმიტომ რომ 27 წლის ხდებაო გორგიაო, აქვთ ძალიან მაგარი ფასდაკლება, აი ძალიან მაგარი ფასდაკლება გარკვეულ პროდუქციაზე, ყველაფერზე არა. მაგრამ ძალიან ბევრ პროდუქტზე აქვთ ფასდაკლება. აი ესეთი, არასდროს არ მქონია ესეთი და შევიძინე, ნახეთ რა ქათქათა ფუჩფუჩები აქვს და ეს როგორ უნდა მოუსვა ეს ქათქათი, არ ვიცი მე იმას. სპეციალურ ტომსიკაში ჩავდებ და ისე დავატრიალებ და გავრეცხებ ხოლმე სარეცხის მანქანაში. ძალიან მაგარი ფასდაკლება ქონდა. მაგარი ჯოხიც აქვს. შევიძინეთ ნიჟარა, სააბაზანოსი, უნიტაზი, სააბაზანოს სარკე, სააბაზანოს შხაპის სისტემა. რა შევიძინე? ძალიან კმაყოფილი ვარ. 10 საათზე რო გავედით სახლიდან, 2-ის ნახევარზე მოვედით სახლში. დიდი დრო წაიღო ამ ყველაფრის ძებნამ, კონსულტანტები ცოტანი არიან და სანამ ეს ყველაფერი გამოწერეს და რაღაცა, მაგრამ ეს შენობაში ხდებოდა, გრილოდა და არაუშავს, მაგრამ აი დიდ ნივთებზე საწყობში გაგვიშვეს შენობის უკან და იქ უკვე მზის გულზე, აი არ ვიცი იმასავით რა ქვია, არ ვიცი რა დაგვემართა, მაგრამ იქაც იყო ჩაღეს ბიჭებმა, ასე თუ ისე მალე გამოიტანეს ნივთები, ჩაგვილაგეს. მე მოვიდა ჩემი დედაჩემისკენ რომ მეზობელი ყავს და რომელიც გვეხმარება ასეთი მძიმე რაღაცების ამოტანაში, ამოაგუნკულა და ახლა მთელი ჩემი მისაღები ოთახი არის ასე იმასავით, გორგიას საწყობივით. მაგრამ ვარ ძალიან კმაყოფილი. მოვედი რა თქმა უნდა შევარდი შხაპში, წამოვწექი ამ ბიჭოსთან ერთად, იმიტომ რომ ესეც დაღლილი იყო, წამოვწექით და დაგვეცინა. 1-2 საათი არაც გავიღვიძეთ. ხო და მივხედე ჭურჭელს, დღეს რატომაც ეს დენი წავა, მოვა, ვერ გავიგე რა დარბის აკეთებ. ჯავა მოვა. ჯავა მოვა და ნახეთ რა ლამაზი თვალები აქვს, შეხედე. რო არ უჩანს აი ამ იმაისი თვალუკები, შემოგევლეს. მოენატრები მაგას, ძალიან მოენატრები ჩემო სიხარული. და ბუბუს უკვე მოთმინება აღარ აქვს, ტასიკოსთან აღარ მოსწონს, ესე მუდმივად იყოფნა, რო შევდივარ, თან მლოკავს და თან მკბენს რბილად. აი ესე იმას ვქენით დღეს დედიკოსთან გავიარეთ.
გავსეირნდით. ხო და კიდე რაღაცა წვრილმანები ვიყიდე და იმ წვრილმანებში დედასაც ვიყიდე ტაფა. დედასაც ვიყიდე რაღაცა მაცივრის კონტეინერი და უტოვე იმასაც. მე რა თქმა უნდა ჩავყარე და გამომადგება აუცილებლად ჭურჭლის სარეცხილო ღრუბლები, გადასაწმენდი ტილო, ერჯერადი ცხვირსახოცები, ძალიან მინდოდა რომ დიდი შეკვრით ხელსახოცები მიყიდა ყველანაირი, სააბაზანოსი, სამზარეულოს, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვიპოვე სათიკო. და კონსულტანტებიც ისე არიან თავბრუდახოვლები, რომ არ იცოდნენ და გავანებეთ რავი, მეთქი რა ვქნა, ყველაფერზე მშვენიერი ეკონომია გავაკეთე და მაგას მაინც დავანებებ თავს მეთქი და აი ესე, ტასიკოს თვითონ მიურთმევია, ახლა მთელი ოჯახის სადილი ჩემი საზრუნავია და იოლად გამოვა თქო ვიფიქრა და მოვზილეთ სომი და ამ სიცხეში ამოვიდა მგონი წუთ ნახევარში და ამ სიცხეში უნდა ჩავხდო ჰაერღუმელი, მაგრამ დიდი ხანი არ არის რა ვქნა, უცებ პიცა მარგარიტას გავაკეთებ. ხო და ახლა ჯერი მიდგა უკვე ამ ყველაფრის დამონტაჟებაზე. ჩემმა მეგობარმა მითხრა მე გაგიკეთებო, ხოლო სამსახურში ვარო და ზეგო მოვალო. შენ ხვალამდეო, ზეგამდეო, კარგად დახეხი აბაზანაო. ეგრეც ვაპირებდი. იმიტომ რომ უნდა იმუშაოს ახლა ადამიანმა იქა და მინდა რომ დახეხილი იყოს მართლა ყველაფერი და დავხეხავ, დავაკრიალებ. ავიხილე რაღაცა, იცით აი რა მომენტი მქონდა, რომ მე არა მაქვს ციკი, რომ წახვალ? მე არა მაქვს ციკი, რატო არ ვცხოვრობ ფეშენებელურში, მე არა მაქვს ციკი, რომ აი თავარი კომფორტისთვის, რაც თავარია იყოს ცივი წყალი, ცხელი წყალი, სისუფთავე და აი დანარჩენს, იცი ეტაპობრივად ყველაფერს გააკეთებს ადამიანი, მაგრამ რომ გადავხედე და რომ დავფიქრდი, რომ ერთი წელია შევიძინეთ, ერთი წელია აი რაღაცა მინდა და იყო. შეიძლება რომ ერთი ოთახი მაინც დასრულდეს, ხო მე ძალიან დამღალა იმან რომ სააბაზანო ჩემთან კარგად არის გაკეთებული. მაგრამ მე მინდოდა რომ ჩემი გამეკეთებინა. მიხვდით, აი სისუფთავის შეგრძნება არ მაქვს, რადგან ჩემი არ არის ყველაფერი. მინდა რომ ყველაფერი მოხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ცუდ მდგომარეობაში არ არის და მიუხედავად იმისა, რომ ონკანებს მარილი ძალიან აფუჭებს ჩვენთან, მარილიანი წყალი, მისი სისტემა, საშხაპის სისტემა მისი იყო შესაძლებელი იყო, აი ეს დანარჩენი ყველაფერიც მინდოდა რომ შემეცვალა და კაფელი არის გაკრული, მაგრამ ერთ-ერთ კედელზე მილებია ესე ჩაყოლებული და ის მილები არის გამოთხრილი, ანუ ის მილები არის შესალესი, შესაღები და იქნება დამყარდება სისუფთავე. იმიტომ რომ ახლა მითი რა ქვია შხაპის ჭავლს რო ვუშვებ, უფრო მეტი მიწა და მტვერი გამოაქვს იქიდან, მიხვდით აი ნაშალი კედლიდან და ძალიან მაღიზიანებს, აი ძალიან ეს ქათქათა თეთრემას კაფელს ვერ ვაწესრიგებ და ეს სისუფთავის შეგრძნება არ მაქვს და ძალიან არ მსიამოვნებს ეგ ამბავი. პლუს თაროები მაქვს გასაკეთებელი მთელ სახლში და მათ შორის სააბაზანოშიც ახლა რომელიც ვიყიდე გაჩვენებთ. რასაც შევძლებ გაჩვენებთ. და რა არის, იცით, როცა თარო არ აქვს ადამიანს, რას აკეთებს, ძირს დგავს, ხო? და ძირს მიდგას ის ფხვნილი, ის ხსნარი, ის ყველაფერი დგას ძირს. სარეცხის მანქანაზე ზემოდან დგას შამპონი, ბალზამი, თან ძალიან ბევრი მაგა დუშგელი, ეგეთი რაღაცები. ხო და ადამიანების ძაღლის, რა ვიცი მე და აი საერთო სისუფთავეს ვერ ვქნიცით, აი რუსები რას ეძახიან მაგას? ვიზუალური ხმაური, ვიზუალni შრუმ, მარტო რუსები კი არა, ესე ქვია. აი თვალი გიჭრელდება და მინდა რომ შეხვალ ყველაფერს თავისი ადგილი გქონდეს და დაგიმშვიდდეს თავი, აი ეგ მინდა და ახლა გაჩვენებთ ძალიან მარტივი თაროები შევიძინე, მე მგონი რომ აი ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. აი მას ჩამოვკიდე, პატარა სარკე შევიძინე ნიჟარის თავზე დასაკიდებელი და ნიჟარას რო გამოვთვლი, იმასაც ჩამომიკიდებენ. ეს ნიჟარის თავზე, ნიჟარის გვერდზე მარტივად თხევადი საპონი, კბილის ჩოთქები, კბილის პასტები, კბილის ფხვნილები, თუმცა არ მომეწონა მე ის რომელიც შევიძინე ფხვნილი. აი ესეთი ყოველდღიური და აი ესეთი შევიძინე რამდენიმე ცალი, კუთხეებში ჩამოვკიდებ, ერთი მაქვს, მაგრამ ამ კუთხის.
კუთხეებში ჩამოვკიდებ და ემაზე დავდგავ სარეცხს საშუალებებს და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ბოთლებს და რაღაცეებს, რომ შეიძლება მე კიდე დავამატო. აი ესე. ეს არის თაროები შემოკარგება. ეს ძალიან מחარებს, ძალიან. რო გითხრათ ახლა რომ მიხმარია და აღწევანებული ვარ მეთქი, არა, მაგრამ ამასაც თავის დანიშნულება აქვს სახლში და როდესაც აძლევს რაღაცა 18 თუ 19 ლარს არ უნდა დაიხიო უკან რა, ღმერთმა მოგწეს ყველას მაგის საშუალება. აბა კიდე სად რა აქვს? აქედანაც ხრახნია, კიდეც ხრახნია. ასე ვიყიდე ხალხო. აი ეს თაროები ვის გაქვთ აბა? იმდენად დაბალი ფასი ქონდა, რომ ამდე წამოვიღე მეთქი. არ გამომადგება და თუ გამომადგება ხო კაი და. ისეთ მე არ მაქვს ამისი პრობლემა რატომ? მამაჩემი ისეთ ხელმარჯვო სტატია. რომ არ გამომადგება, მამა რაღაცას გააკეთებს. აუცილებლად. რაღაცა მოიფიქრებს. ფეხსაცმლის დასაწყობია. აი ესეთი უნდა იყოს ჯანაფიქრში და ახლა უცებ ავარწებ, რა. მე ვიფიქრე, რომ ფეხსაცმლისთვის თუ არ გამომადგა, მცენარეებს დავალაგებ ხო. აი ასე გოგოებო და ბიჭებო, ნახეთ რა გამოვიდა. არ გამოვიდა წუდი, საკმაოდ მყარია. მიუხედავად იმისა, რომ აი ეს გვერდები არ არის რკინა და ელასტიურია, პლასმასია, მყარი პლასმასია, ხელს უწყობს ეს ელასტიურობა. აი ამ მეების ჩასმას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დაამთხოვდით ამდენ ჯოხს ერთმანეთს და გამოვიდა ესეთი ძალიან მყარი რამე. თუ ფეხსაცმელებისთვის არ გამომადგება, აუცილებლად ძალიან კარგად გამომადგება აივანზე ან რაფაზე, რაფის სიგანია, ან უბრალოდ ოთახში ზამთარში ქოთნებისთვის და ვფიქრობ ახლა მე კიდევ გავხდები წასასვლელი გორში და კიდე ხო არ დავამატო 1-2 ცალი თქო. მე როგორც ესეთი მოყვარული მებაღე შევიძინე ჩემთვის სარწყავი და შევიძინე იცით რისი მუღამით. ჯერჯერ ძალიან მოხერხებულია. რა კაია ხვაკ. მიკროფონი რა თქინდოდა აგერ ამაში მელაპარაკა. მოსახერხებელია ეს წვრილი როა, კარგად მიუდგები და ძირშიც კარგად ჩაასხავ. მე ნანახი მაქვს ასეთი სპილოა და სპილოს ხორთუმი და ესეთი ვერსად ვერ ვნახე, რო ვიყიდო. ამას ქონდა ესეთი თავი, ყვითელი და დასრეტილი და რაღაცა მანქანაში დავკარგეთ. იქვე იქნება თუ ძირს არ დაგვივარდა. ასეთი ლამაზი და კვარტა საწავი. ასეთი ყუთები მე მაქვს. ასიკო მიყიდა რამდენი 4 თუ 5 ცალი. და ძალიან კმაყოფილები ვართ ორივე. ხო და დავამატე კიდე 4 ცალი. ხალხო სანამ ვიღებდი, მანამდე მთელი დღის განმავლობაში ხო ჩააქრეს ანთეს და გადაღების პროცესშიც რამდენჯერმე ჩაქრა და აინთო. ამიტომ კიდევ კარგი პიცა, რომელიც საერღუმელში მქონდა, მე ხო დენის საერღუმელი მაქვს. მოასწრო გამოცხობა და დავსხედით ოჯახი და მივირთვით. ამასობაში დენიც მოვიდა და მე გავაგრძელებ, გაჩვენებთ ნათურები, ტაფა. მე ვიცი რომ ეს ტაფა არის ესეთი საკმაოდ უხარისხო თხელი და მსუბუქი, მაგრამ ვიყიდე უბრალოდ კვერცხის შესაწყობად. ასევე წვრილმანები რაღაცა შურუპი, მურუპი, ასევე სილიკონი, წყალგამძლე სილიკონზე არა, მაგრამ ზოგადად სილიკონებზე ძალიან მაგარი ფასტაკლება აქვს და ასევე მითხარით, აბა თუ ვინმეს გამოგიყენებიათ, აი ეს ცხიმის მოსაშორებელი ხსნარი, რომელზეც ასევე ძალიან დიდი ფასტაკლება იყო. აი ეს არის ხალხო სულ დღევანდელი ჩემი შენაძენები. ცოტა ხანი ჩამოვჯდები. ბუბუ მოვიდა ჩემთან, როგორც ხედავთ, ბუბუ არის გარეთ და ბუბუ არის გარეთ, იმიტომ რომ ჩემი შვილობილი ბიბი, რომელმაც ჩემთან დაჰყო 6 დღე, წაიყვანა, თავისი დედიკო მოვიდა და წაიყვანა.
ხალხო, იცით როგორ გაუხარდა, აი გადაირია, ხელიდან გამისყდა. აწკმუტ უნდა და აი უბრალოდ იმისი დრო და სიტუაცია არ მქონდა ნამდვილად, რომ მე ეს ყველაფერი გადამეღო, მიუხედავად იმისა, რომ დავპირდი, მამას დავპირდი, რომ გაჩვენებთ მეთქი და ვერაფერიც ვერ ვაჩვენე. ასე რომ ჩემი კარგება წავიდა, ჩემი პეტერა გული წავიდა, გული დამწყდა ძალიან, მაგრამ ზედაც არ მიყურებდა, კიდე ამ ქალთან არ დამტოვონო, ფიქრობდა ჩემ სახში მინდავა. რატოყებ, მოდი ჩემთან. წავიდეთ ოთახში. ბუბუკა გვიანია უკვე და მეპატიჟება ჩვენ საძინებელში, სადაც ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა და მინდა რომ რაც შეიძლება მალე შევიყვანო. მე კიდე 125-ე შევედი შხაპში ხალხო და მე მგონი 126-დაც მომიწევს. აი ესეთი დღე მქონდა, როგორც ზოგიერთი კომენტატორი რა უბედურებაა ეს სახლის ამბებს რო ყვებიო. იტყო და აი ესეთი სახლის ამბები მოვყევი. ვინდადის სახლის ამბები მოვყევი, ჩქარა აი ამ სიცხეში გისურვებთ სიგრილეს, ჯანმრთელობას, გამძლეობას, ყველაფერი კარგად იქნება, ხალხო, აი ნახავთ თუ არა. კარგია რომ ჩემთან იყავით, მე ყოველთვის მახარებს თქვენი ნახვა, ახლა კი გემშვიდობებით, კარგი მშვიდობიანი ღამე, შევხვდებით ისევ ხვალ. აბა კარგად.